საღამო მშვიდობისა ბავშვებო, დღეს 63 და დღეს უნდა წაგიკითხოთ ნორვეგიელი ავტორის წიგნი, რომელიც 2009 წელს დაჯილდოვდა ნორვეგიაში როგორც საუკეთესო წიგნი ბავშვებისთვის და მოზარდებისთვის, ძალიან ლამაზი, საინტერესო ილუსტრაციებით. წიგნის სახელია მამა ჩემის მკლავები ნავია. როგორ შეიძლება? მამიკოს მკლავები ნავია. წიგნის ავტორი არის სტაინ ერიკ ლუნდე და ილუსტრატორი არის ოივინდ თორსეტერი. მამა ჩემი რადიოს არ usmens. სასტუმრო ოთახში ზის, სადაც ერთადერთი ხმა ცეცხლის ткаცუნისგან მოდის. როდესაც მას ერთად ვიყავი იქ, დავინახე ცეცხლის ენა სახეს როგორ ილოკავდა. მივედი და მამას მკლავზე ჩემი ხელი დავადე. ის კი ხელზე მან კი ხელზე დამიგაგუნა. შემდეგ ჩემ ოთახში შევედი და ლოგინში ჩავწექი. რაღაც პერიოდის წინ იყო. ჩემი საძინებელი ოთახის კარი, რომელიც სასტუმრო ოთახში გადის და შესაბამისად მამასთან, ოდნავ შეღებულია. ღია არის. იმისთვის, რომ შენი სიზმრები ჩემთან მოვიდეს. მითხრა მამა. რაცა დავტოვა. ჩემი ფანჯარა უკუნი ბნელია. ფეხებზე წინდები მაცვია და შალის ჯემპრი პიჟამას ქვეშ. ვერ ვიცინებ. იმაზე უფრო მეტი სიჩუმე და სიწყნარია, ვიდრე ოდესმე ყოფილა მანამდე. ისევ სასტუმრო ოთახში დავბრუნდი. მამიკო მიყურებს. მე კიდევ მის კალთაში ვძვრები. ორივე მკლავი მაგრად შემომხვია ჩემი მუხლების ქვეშ. ჩემი სხეული ბურთივით დამრგვალდა. თავს მამიკოს მხარზე ვასვენებ. ჩემი ლოყა მამიკოს ლოყას ეხება. და ახლოს ვარ მის სუნთქვასთან. რაღაც პერიოდის მერე მამა მეუბნება. ხვალ ვერცხლისფერ ნაცვლს მოვჭრი. ის მიწაზე დაინარცხება დიდი ხმით. სახალისო იქნება, არა? თქვი მე. მამას უყვარს დიდი ხეების მოჭრა, ეს ვიცი. და წითელი ჩიტები? ვკითხე მე. და რა ხდება? წინავთ. ხეზე? აკაცინავთ, მითხრა მამა. ცოტათი ჩაიცინა. პური ჭამეს? არა, საუზმეზე მიირთმევენ. აი, როგორ შემოხვია მამა. და მელიასაც ძინავს? ვკითხე მე. არა, მელია გარეთ არის და ნადირობს. და მელიამ რო შეუჭამოს ჩიტებს საუზმე? ხო და მაშინ კიდე დავუყრით პურს. და ჩიტებმა ჩვენზე ადრე რომ გაიღვიძოს და საჭმელი რო არ დახვდეთ, ყველაფერი კარგად იქნება, მითხრა მამა. მელიას არ უყვარს პური. წითელი ჩიტები უჩუმად დაფრინავენ ჰაერში. თეთრ ქვაზე ჩამოსხდნენ და მე
ცალი თვალით მიყურებენ. შემდეგ პურის ნაჭრები თავიანთი ნისკარტებით აიღეს და ისევ გაფრინდნენ სადღაც მაღლა ხეში, რომ დამალულიყო. შემდეგ ისევ მოფრინდნენ. ასე წინ და უკან დაფრინავდნენ, სანამ არც ერთი პურის ნამცეცი აღარ დარჩა. ბები აიძახის, წითელი ჩიტები გარდაცვლილი ადამიანები არიანო. ბებომ მაშინ მითხრა, როდესაც მოხუცებულთა თავშესაფარში ვიყავ. ძლივს ლაპარაკობდა, მაგრამ ზუსტად ვიცოდი, რაც იგულისხმა. მამას გაიცინა, როდესაც ბებომ მისთქვა. დედას ძინავს, კითხე მე. დედას ძინავს, მითხრა მამა. აღარასდროს გაიღვიძაებს, კითხე მე. ხო, აღარასდროს, რაც ახლა არის. გარეთ ხო არ გავიდეთ და ვარსკვლავებს შევხედოთ. მამა ცხვრის ტყავის ქურთუკი აიღო და იატაკზე დადო. მასზე დამაწვინა და სათითაოდ ღილები შეუკრა კურთკას. შემდეგ ამწია ისე, რომ ჩემი ზურგი მის მკლავებში იყო მოთავსებული. ჩემი ტაკო ჰაერში იყო. ბაბა, black sheep დაიწყო მამამ სიმღერა. შემდეგ გარეთ გავედით. გააღო კარი. მამა ჩემი ფეხები ისე ჰაერში ქანაობდა. კიბეებზე ჩამოვედით და გავიგე თურმე მამას ფეხზე ხისძირიანი ფეხსაცმელები ჩაუწოს. კიბეებზე ჩამოვდივართ. სახეზე ცივა. ვარსკვლავებს შევხედე. შევხედე მთვარესაც, რომელიც ნავს გავს. მამა ჩემის მკლავებიც ნავის მაგვარია. ის ნავი, რომელიც მე ეზოს შუაგულში მიმასრიალებს. ნავი ჩერდება. ვარსკვლავების შორს არის და მაინც ახლოს. თუ მეტეორიც ვარსკვლავის ჩამოვარდნას დაინახო, სურვილი უნდა ჩაიფიქრო. მითხრა მამამ, ვიცი, მაგრამ ეს სურვილი არავის უთხრა. ვიცი. პური აღარ არის თეთრ ქვაზე. ჩვენ ველოდებით. ჩემ თავს ვეუბნები, რომ სურვილი უნდა ჩავიფიქრო ზუსტად იმ წამს, როდესაც ჩამოვარდნილ ვარსკვლავს დავინახო. ცოტა უფრო მეთხანს დავრჩით. შემდეგ ვხედავ, შემდეგ გაქრა. როგორი წამიერი, მეტეორიტის ჩამოვა. თავი უკან გადავხარე და მამიკოს შევხედე. მისი ნიკაპი ჩემს შუბლს ებჯინებოდა. მისი ყელი როგორ ყლაპავდა, ჩემ თავში იგრძნობოდა. მაინტერესებს მამამაც თუ ჩაიფიქრო სურვილი. მაინტერესებს ზუსტად ისეთივე სურვილი ხო არ ჩაიფიქრა, რაც მე. მაინტერესებს თუ ჩვენი სურვილები ახდება, თუ ზუსტად ერთ და იგივე ჩავიფიქრეთ. შემდეგ მამიკო მატრიალებს და ხელში მიყვანს. ერთმანეთს ზუსტად პირდაპირ თვალებში ჩავხედეთ. მისი თვალები შავი როგორც ღამე. ბნელია და ღრმარი. თითქოს სინათლეც მოვიდა. ცეცხლმა გაათბო. განათა.
როდესაც შიგნით შემოვედით, მე დაღლილი ვარ. მამიკო თავის გურთუქს მხდის. ვეუბნები, რომ დავიღალე. ჩემს კალთაში ჩაიძინებ. მითხრა მან. ჩვენ ცეცხლს დიდი ხანი უცქირეთ. მაინც ვერ ვიცინებ. ყველაფერი კარგად იქნება, მითხრა მამა. დარწმუნებული ხარ? დარწმუნებული ვარ. ესეთი იყო ღამე მამიკოს და შვილის, რომლებიც დასევდიანებულები არიან, მაგრამ ბუნებასთან ახლოს არიან, ჩიტებზე სრულნავენ, ერთმანეთს ათბობენ და ზუსტად იცის მამამ, რომ ყველაფერი კარგად იქნება. ძილინებისა მშვიდობიან და ტკბილ ძილს გისურვებ.